დაახლოებით 1 საათის წინ შეერთებული შტატების გუნდს ვესაუბრეთ უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მუშაობთ ჩარჩო დოკუმენტზე. ის უნდა იყოს ისეთი, რომ რეალურად იმუშაოს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ დოკუმენტს დაამტკიცებს შეერთებული შტატების კონგრესი. ეს იქნება რეალური მტკიცე და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან ნებისმიერ ფორმატში. პრეზიდენტი ტრამპი ხშირად საუბრობს უკრაინაში არჩევნებზე. მეც ყველასთვის გასაგებად ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ არჩევნების ჩატარება. უკრაინა დემოკრატიას არ გაურბის, თუმცა არჩევნების ჩატარება რომ შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია უსაფრთხოების კომპონენტი და ამ მხრივ ყველაზე მეტად ამერიკას შეუძლია დახმარება. თუ ახლა არჩევნების ჩატარების საჭიროება არსებობს, ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირობაა სულ მცირე საარჩევნო პროცესისა და კენჭისყრისთვის და ეს საკითხი განხილვა საჭიროებს. ჩვენ აქ უკრაინაში ვფიქრობთ, რომ ეს თემა ამერიკამ რუსულ მხარესთან უნდა განიხილოს.